დღეს ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები დაიგეს. ბუდუ მიუნხენის ბაიერნს დუბლი შეუსრულა. ალიანს არენაზე მიუნხენური კლუბისა და ჰაიდენჰაიმის დაპირისპირება 3-3 დასრულდა. ესპანეთის ლა ლიგაში კი მიქაუტაძემ შეასრულა დუბლი. ქართველმა გოლები ლევანტეს გაუტანა და ვილიარეალს 5-1 მოაგებინა. მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. კვარა ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულში. Goal.com-მა ჩამონათვალი განაახლა. ქართულმა გარემარბმა კი მეცხრე ადგილი დაიკავა. ჩამონათვალს მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი ლიდერობს. კვარას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. შესაძლოა ნაპოლიში კიდევ ერთი კვარაცხელია ვიხილოთ. იტალიური მედიის ცნობით კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას პატარა ძმას, თორნიკე კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება. ის იგივე პოზიციაზე თამაშობს, აქვს იგივე ნომერი და ტექნიკური მახასიათებლები. მას თავისი ხასიათი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოთამაშედ აქცევს წერს გამოცემა. არმან ცარუკიანი ამტკიცებს, რომ ილია თოფურიას დასამარცხებლად გეგმა აქვს. მისი სიტყვებით, თოფურიას ახლა მარტო კრივი შეუძლია და ის ვეღარ ჭიდაობს. თუ კრივს დაიწყებს, მე ვეჭიდავები ან კლინჩში შევალ. ფეხებს დარტყმებით დაუზიანებ. ჩემთან ჩხუბი არავის უნდა, ამბობს წარმოშობით სომეხი მებრძოლი. მისივე თქმით, თოფურია სხვების მსგავსად გაურბის მასთან ოქტაგონში შესვლას.